შეინარჩუნეს სუფთა ბულვარი. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ სოციალური კამპანია დაიწყო. აქტივობის ფარგლებში ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდა საინფორმაციო დაფები, რომელიც საჯარიმო სანქციებს შეიცავს. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბულვარის ტერიტორიაზე 2 კილოგრამი ნაგვის დაყრის შემთხვევაში პირს 80 ლარის ჯარიმა დაეკისრება. 2 კილოგრამზე ზევით კი სანქცია 120 ლარი იქნება. მონიტორინგ სპეციალური სამსახური განახორციელებს, რომელსაც მერისგან მიენიჭა უფლება შეადგინოს კანონდარღვევის აქტი და გამოწეროს ჯარიმა. დღემდე ბულვარის ადმინისტრაციაში 34 აქტია გამოწერილი, რომელთა უმეტესობა მზესუმზირის ნარჩენების და სიგარეტის ნამწვავის დაყრის გამოა გამოწერილი. უახლოეს პერიოდში ადმინისტრაცია 5000 ბროშურის დაბეჭდვასაც გეგმავს, რომელსაც სხვადასხვა ადგილას დაარიგებს. ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებული გავხადოთ დაწესებულ ჯარიმებთან დაკავშირებით და აუმაღლოთ, რა თქმა უნდა, ცნობადობა. სწორედ ამიტომ კამპანიის ფარგლებში ჩანიშნულია სხვადასხვა PR აქტივობები. რაც შეეხება პირველ PR აქტივობას, ეს იყო ელექტრონული ბანერის გაშვება სხვადასხვა სოციალური არხების მეშვეობით. ასევე ამავე პერიოდში მზადდება სწორედ დანაგვიანების წინააღმდეგ სოციალური რეკლამა, რომელიც რეგიონალურ არხებზე გაიშვება. 2 კილოგრამამდე, ანუ იგულისხმება ამ შემთხვევაში მზესუმზირის ნარჩენი, ძირითადად რაზეც ჯარიმებიც ამ შემთხვევაში აქტი იწერება, გამომდინარე ასევე არის სიგარეტის ნამწვი და შესაბამისად ეს შეიძლება იყოს მაგალითად ქილა ან პირობითაც კოკა-კოლის რაიმე ნარჩენი და შესაბამისად ცელოფანი და ასე შემდეგ. კიდევ ასე რომ ვთქვათ, აქტიურ ფაზაში არსებსულა საზაფხულო სეზონი, დღეს მდგომარეობით არის დაწერილი 34 აქტი.